მოგესალმებით, ჩემი ძვირფასებო. ეს არის არხიტაროს მოყვარულთათვის და დღეს მინდა გავაკეთო საჯარო გაშლა ოქტომბრის თვე მორიელებისთვის. რა ენერგიებს შემოიტანს? ფინანსები, პირადი ურთიერთობები და ჯანმრთელობა გადავხედოთ 2-2 არკანით. შეგახსენებთ, რა საკურველია ეს არის საჯარო გაშლა და ყველაზე ერთნაირად არეზონირდება, თუმცა საჭირო ინფორმაციას აღმოაჩინოთ თქვენთვის, მაშ დავიწყოთ, რა ენერგიებში ხართ ოქტომბერში მორიელებს. მორიელების არკანი ამოვიღეს ზუსტად. ეს არის წყლის ნიშნები, განსაკუთრებით მამაკაცებისთვის. აქ ძალიან ბევრი თქვენთაგანი სხვათა შორის პირად ურთიერთობებთან დაკავშირებით სერიოზულ გადაწყვეტილებებს მიიღებთ მამაკაცებს პირადად მიუმართავ, იმიტომ რომ აქ არის დამოკიდებულებები ენერგეტიკული თვალსაზრისით, მიჯაჭვულობა ადამიანზე, შესაძლებელია არაჯანსაღით, შესაძლებელია ეს ურთიერთობა აკრძალული ურთიერთობაც კი იყოს მეგობრებო, ქალებსაც განახელო ამ შემთხვევაში. ნახეთ, მიჯაჭვულობა, არაჯანსაღი მიჯაჭვულობა. აი ამ საკითხებთან გადასაწყვეტი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები დადგება და მოგიწევთ, იმიტომ რომ აი შეზღუდვები და პაუზები, რომელიც არსებობს ურთიერთობებში და შებოჭრობა, რომ რეალურად სადაც ნაბიჯების გადადგმის საშუალება არ გაქვთ, რეალური ნაბიჯების, რომელიც თქვენ სჭირდებათ ან გინდათ, აი აქ მოგიწევთ არჩევანის წინაშე აღმოჩნდეთ. და უკვე ეს არჩევანი აუცილებლად უნდა გააკეთოთ. ან იქით ან აქეთ, აი ამ საქანელზე ჯდომა უკვე სამწუხაროდ აღარ გამოვა, ეს პირად ურთიერთობებს უკავშირდება. აქ წყვილი ამოდიხართ, ასების მეფე და ასების დედოფალი არაჩვეულებრივ. შესაძლებელია ორივე წარმომადგენელი იყოთ წყლის ნიშნების, ან უბრალოდ ძალიან ემოციური ადამიანები, რომელიც გავხართ ერთმანეთს მენტალურად, ფიზიკურად, გრძნობებით და ასე შემდეგ. გეტყვით იმას, რომ სახლთან დაკავშირებით თუ ვინმე რაიმე გადაწყვეტილება გაქვთ მიღებული, ცვლილებები, ყიდვის და ასე შემდეგ, ჭერის, რომელშიც არის რაღაცა ცოტა ისეთი ენერგიები, რომლის საკითხთან დაკავშირებითაც არის ცოტა მძიმე ენერგიები, ფრთხილად იყავით, იმიტომ რომ აქ მოტყუებული არ დარჩეთ, აქ ფინანსებზეა საუბარი, ჭერს უკავშირდება, ძალიან დიდი სიფრთხილე გამოიჩინეთ, თუ კი რაიმე ოპერაციებს აკეთებთ, განსაკუთრებით ფინანსურ საკითხებში და რაც 4 კედელს უკავშირდება, შეიძლება იყოს ფართი, შეიძლება იყოს სახლი, ოფისი, არა აქვს ამას არსებითი მნიშვნელობა, ძალიან დიდი სიფრთხილე გამოიჩინეთ, აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება თქვენს ინტუიციას, ის არასოდეს გხალატობთ. ინტუიცია მნიშვნელოვან მინიშნებებსაც გაძლევთ, მათ შორის სისპრებით და ეს აგიყვანთ სწორი ნაბიჯებით იმის თქმა მინდა, რომ აქ სასწორზე შემოდებული ძალიან ბევრი საკითხი თქვენმა ინტუიციამ სხვათა შორის ძალიან კარგად უნდა გადაწყვეტოს, ამიტომ მიენდეთ ბოლომდე თქვენს ინტუიციას. ცოტა აგრესიული ენერგიები მოდის პირად ურთიერთობებში, გაურკვეველი სიტუაციები, დისტანციური ურთიერთობები, მაგრამ არ ინერვიულოთ. აქ ეჭვიანობის ძალიან გაღრმავებული ფონია, მეგობრებო. ეს არის არჩევანი, რომელზეც მე ვსაუბრობდი, ქალები, მამაკაცები არა აქვს მნიშვნელობა, ვინ მიყურებთ. აქ სერიოზული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების წინაშე აღმოჩნდებით, იმიტომ რომ უბრალოდ ბედის ხვანაირ საშუალებას